მოსმენა მოხდება მინისტრებისა იმ კითხვების ფარგლებში, რომელსაც მოსახლეობა განსაკუთრებით ხშირად ცვავს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკის მინისტრის მოსმენა, რადგანაც აწუხებს მოსახლეობას ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები, გადასახადები და სხვადასხვა სოციალური საკითხები. ძალიან ბევრი საკითხი არის, რაც ხალხთან დიალოგის ფარგლებში შეხვედრებისას გამოიკვეთა. ეს უკავშირდება მათ შორის ენერგეტიკის სფეროსაც, გაზით, ელექტროენერგიით მომარაგების საკითხებს. ბუნებრივია არის საკითხები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას ძალიან აწუხებს, მათ შორის არის ინდივიდუალური რიცხვის საკითხები, რომელიც ფაქტობრივად ყველა სოფელში შეხვდა, სადაც კი გქონდა შეხვედრები. არსებობს უკვე გარკვეული გრაფიკი, თუ რა ეტაპებით, რა ვადებში მოხდება ინდივიდუალური გამორიცხველიანება მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმენთ პასუხებს ამ კითხვებზე ენერგეტიკის მინისტრის. მე გამომაქვს უკვე კონკრეტული დადგენილება, ანუ დღეს დავაზუსტეთ ვადებს. ჩემი მოსაზრებით ეს უნდა იყოს 15 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაში უმრავლესობას, უმცირესობას და ყველა საპარლამენტო ძალას უნდა მიეცეს საშუალება წარმოადგინოს ზვიად გამსახურდია სიკვდილის გარემოებების ამ გამონძიებელ კომისიაში კონკრეტული სახელები და გვარები, ანუ ვინც, ანუ უნდა დადგინდეს შემადგენლობა. ხოლო ამ 15 ვადის შემდგომ შემადგენლობას დაამტკიცებს პარლამენტი და თვითონ ამ შემადგენლობიდან მე უნდა იქნეს არჩეული კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც სავარაუდოდ ალბათ ისევ დაამტკიცებს პარლამენტი. მაინტერესებს რიცხველების ძალიან პრობლემატური ყბადაღებული საკითხი, იყო კონკრეტული ციფრები დასახელებული. მაინტერესებს რომ დამთავრდება ხალხის ტანჯვაწამება, საერთო რიცხველებიდან ინდივიდუალურ რიცხველებზე გადასვლა, გაზიფიცირების საკითხები და ბატონო სააკაშვილმა 3 თვის უკან კონკრეტული ციფრები დაასახელა, საუბარი იყო 75000 კომზე, ვითომ და 75000 კომს ჩვენ დაუყენებთ ამ თვეების მანძილზე ამ რიცხველებს, გაზის რიცხველებზე საუბარი და გარემოს დაცვის მინისტრის სახელზე იქნება საკონკრეტიკული შეკითხვა ჩემის მხრიდან დასმული. განადგურებულია მთელი ტყის საფარე მდინარე ვერეს ხეობაში. აი ამ ესტაკადის მოწყობის გამო 700 ძირიხი არის მოჭრილი, 1500 მეტრი კუბური მეტრი ხის მასალა არის ფაქტობრივად დაორთქლებული, ვინ გასცა ნებართვა.